მოგესალმებით ვიდეოს მეორე ნაწილში. ახლა ჩვენ დეტალურად განვიხილავთ იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც საჭიროა ეფექტიანი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესამუშავებლად, დაწყებული გადაწყვეტილების მიღებიდან დასრულებული დოკუმენტის ფორმირებითა და შეფასებით. პროცესი იწყება მოდულის დაწყებისთანავე. კანონმდებლობით ჩვენ გვაქვს მაქსიმუმ 14 კალენდარული დღე იმისთვის, რომ მივიღოთ არგუმენტირებული გადაწყვეტილება ისეგეს საჭიროების შესახებ. ეს დრო აქტიური დაკვირვების, სტუდენტის საჭიროებების სიღრმისეული შესწავლისა და გუნდური კონსულტაციების პერიოდია. ისეგეს შედგენისას ჩვენ ვმუშაობთ მოდულის სტანდარტულ კომპონენტებზე. ჩვენ შეგვიძლია დავაზუსტოთ თავად სწავლის შედეგი. მაგალითად, შევცვალოთ მოქმედების ზმნა ნაკლებად კომპლექსურით. ასევე შეგვიძლია შევცვალოთ შესრულების კრიტერიუმები, კომპეტენციის ფარგლები, ან თუნდაც შეფასების მეთოდი, რათა ის სტუდენტის შესაძლებლობებს მოერგოს. სწავლის შედეგების მოდიფიკაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტია ბლუმის ტაქსონომია. ის გვეხმარება განსაზღვროთ აზროვნების რა დონეს მოითხოვს სტანდარტული შედეგი. ამის შემდეგ სტუდენტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია შევარქიოთ უფრო შესაფერისი დონე და ჩამოვაყალიბოთ ახალი ინდივიდუალური და მიღწევადი მიზანი. ინდივიდუალური მიზნები აისახება სპეციალურ ცხრილში. რეკომენდებულია, რომ ამ დოკუმენტში ერთდროულად ჩანდეს როგორც სტანდარტული მოთხოვნები, ისე მათ გვერდით სტუდენტისთვის დაზუსტებული მიზნები. ეს გვეხმარება მუდმივად ხედავდეთ კავშირს სტანდარტთან. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს დოკუმენტი სასწავლო პროცესის პარალელურად ივსება და ვითარდება. ის არ იქმნება ერთჯერადად და საბოლოოდ. ისეგეს პროცესი ციკლურია. ყოველი ახალი მიზნის დასახვას წინ უნდა უძღოდეს სტუდენტის მიღწევის აქტუალური დონის შეფასება. ჩვენ ჯერ ვაფასებთ რა ისწავლა და როგორ გაუმკლავდა სტუდენტი წინა ამოცანას და მხოლოდ ამის შემდეგ ვსახავთ მომდევნო, ლოგიკურ ნაბიჯს. ეს უზრუნველყოფს, რომ სასწავლო პროცესი მუდმივად მორგებული იყოს სტუდენტის რეალურ პროგრესზე. როდესაც ვაფასებთ სტუდენტის პროგრესს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ჩანაწერი იყოს კონკრეტული და ობიექტური. ზოგადი ფრაზების ნაცვლად ზუსტად უნდა აღწეროთ, რას, როგორ და რა დონის დახმარებით ასრულებს სტუდენტი. კარგი პრაქტიკა ამ ყველაფრის მტკიცებულებებით გამყარება, მაგალითად, სტუდენტის ნამუშევრების პორტფოლიოს შექმნა. ეფექტიანი ისეგე შეუძლებელია უწყვეტი კომუნიკაციის გარეშე. პროცესი იწყება ჯერ კიდევ მოდულის დაწყებისთანავე. კანონმდებლობით ჩვენ გვაქვს მაქსიმუმ 14 კალენდარული დღე, იმისთვის რომ მივიღოთ არგუმენტირებული გადაწყვეტილება ისეგეს საჭიროების შესახებ. სწავლების პროცესში ეს კომუნიკაცია ყოველდღიურ ხასიათს ატარებს, ხოლო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორიცაა მიზნების დასახვა, ფორმდება ოფიციალურ შეხვედრებზე და ფიქსირდება ოქმში. ისეგეს პროცესის სჭირდება ადმინისტრაციული მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია. გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შედგენილი ოქმები უნდა წარედგინოს დაწესებულების ადმინისტრაციას. ყველაზე მართული პრაქტიკა, როდესაც დირექტორი გამოსცემს ოფიციალურ ბრძანებას, რომელიც სტუდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას ისწავლოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით. ეს აძლიერებს პროცესის ფორმალურ მხარეს. დასასრულს მინდა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მთავარ გზავნილებს. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის ცოცხალი, დინამიური პროცესი, რომელიც დაფუძნებულია გუნდურ მუშაობაზე და სტუდენტზე დაკვირვებაზე. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება დავინახოთ არა ბარიერები, არამედ შესაძლებლობები და თითოეულ სტუდენტს შევქმნათ პირობები საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაციისთვის. მადლობა ყურადღებისთვის.